კულტურა, სპორტი, საინტერესო ადამიანები და მათი ისტორიები, დღის აქტუალური თემები და მნიშვნელოვანი მოვლენები. ყოველ სამუშაო დღეს 9 საათსა და 35 წუთზე რადიო ათინათის ეთერში რუბრიკა დილის ჩართვა. მშვიდობის თქვენ რადიო ათინეთს უსმენთ, რა თქმა უნდა დილის გადაცემა გრძელდება და ამჯერად მორიგი რუბრიკის დროა დილის ჩართვის. სალომე ფარცვანია შემოგვიერთდა სტუმრებთან ერთად. დილ მშვიდობის სალომე. მოგესალმებით იქო, მივესალმები რადიო ათინეთის მსმენელს, მინდა წარმატებული სამუშაო კვირა გისურვოთ და მივესალმები ასევე ჩვენ სტუმრებს, მე ვფიქრობ, საინტერესო ჩართვა გვექნება დღეს. ჩვენ მოგვავით ყველაფერს ტექნოპარკის შესახებ, რომელიც სულ ახალხან გაიხსნა ზუგდიდში და ტექნოპარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები მოვიპატიჟეთ დღეს სტუმრად, კესარია წულაია და არჩილ შენგელია იყოფებიან ჩემთან ერთად სტუდიაში. მოგესალმებით, წარმატებულ დღეს გისურვებთ. მოგესალმებით. მოგეთ, გვაინტერესებს ყველაფერი ტექნოპარკის შესახებ. რა არის ტექნოპარკი? ვის შეუძლია ტექნოპარკში მისვლა და რა სერვისებით სარგებლობა გესა? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მთელ სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეს მიულოცო ტექნოპარკის გახსნა. თავისი მასშტაბებით ეს იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარისთვის, რომ არ შემიძლია ეს ფაქტი ესე დავტოვო აღუნიშნავი. რა არის ტექნოპარკი? ტექნოპარკი არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს განვითარდეს ინოვაციების, ტექნოლოგიების და ბიზნესის მიმართულებებით. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სერვისები, რომლებსაც თავაზობთ ჩვენთან მოსულ ადამიანს. ძირითადად ვისაუბრებ კონცეფციაზე მუშაობის. ჩვენთან მოდის ორი ტიპის ადამიანი. არის ერთი, რომელსაც უკვე აქვს თავისი ბიზნესი ან საქმიანობა, რომელიც უნდა რომ განავითაროს, მოდის და იყენებს ჩვენთან ერთად ჩვენ სივრცეებს, ჩვენ სერვისებს, ჩვენს დანადგარებს, რომლებიც წარმოდგენილი გვაქვს FabLab-ში. და მოდის მეორე ტიპის ადამიანი, რომელსაც აქვს მხოლოდ იდეა და უნდა რომ ის იდეა განახორციელოს და მიიყვანოს და უკვე მიიღოს ბიზნესი. ასეთი ადამიანისთვის ჩვენ გვაქვს ტრენინგები, სხვადასხვა სახის საჯარო ლექციები, ვორქშოპები და სხვადასხვა აქტივობები, სადაც შეუძლია ისწავლოს ჩვენი დანადგარების იგივე გამოყენება, მარკეტინგის, მენეჯმენტის, PR-ის მიმართულებებზე ვატარებთ ტრენინგებს და ეს ადამიანი უკვე გარკვეული დროის განმავლობაში ფორმირდება ისე, რომ თვითონ შეძლოს თავისი ბიზნესის უკვე სწორად დაგეგმვა და წარმართვა ჩვენთან ერთად. ეს არის ძირითადად ჩვენი მუშაობის კონცეფცია, რითაც ვეხმარებით ჩვენ ადამიანებს. რატომ არის საინტერესო ტექნოპარკის არსებობა ჩვენს ქალაქში ახალგაზრდებისთვის? ტექნოპარკის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვქონდეთ ყველანაირ შესაძლებლობას. ჩვენი მთავარი მიზანი არის შევქმნათ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, დიახ, და შევქმნათ კადრები, რომლებიც იქნებიან ყველასთვის სასურველი, ნებისმიერი კომპანიისთვის. მაგალითად, ჩვენ ძალიან მალე გვექნება ფრონტ-ენდის ტრენინგი, რომელსაც შემდეგ უკრაინული კომპანია გადასცემს ამ ტრენინგ გავლილ ადამიანებს სერტიფიკატს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არის საკმაოდ მაღალანაზღაურებად, თვითონ ხდები საკმაოდ მაღალანაზღაურებადი ტრენერი. გარდა ამისა, ჩვენ ვქმნით ესეთ სისტემას. ჩვენ ანუ როდესაც ბიზნეს აყალიბებ, გჭირდება გუნდი, რომელთან ერთადაც იმუშავებ. მარტო ფიზიკურად ვერ გართული მარკეტინგს, მენეჯმენტს, IT-ის მიმართულების სპეციალისტი გჭირდება და ასე შემდეგ. ამისთვის ჩვენ გვაქვს coworking სივრცე, სადაც კომუნიკაცია ხდება ესეთი ადამიანების, სადაც იკრიბებიან ჩვენ მიერ გადამზადებული თვითონ მოსული სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები, ხდებიან ერთმანეთს და ქმნიან ესე გუნდებს. აი ამას ემსახურება ჩვენი ძირითადად ჩვენი სერვისები. ახლა მოსულ დამთვალიერებლებს ვინ ხდება ადგილზე და რამდენი ადამიანი, აი ვინ რა საქმიანობას ეწევა, ან ესე რომ ვთქვათ, რა სახის ტურის გავლა შეუძლია ადამიანს, ვიცით საინფორმაციო ტურები გაქვთ, აი ვინ გაუძღვება ამ ტურებს და ვინ დახვდება მიმსვლელ ადამიანს სტუმარს ადგილზე. მიმდინარე ეტაპზე საშტატო კატეგორიით გათვალისწინებული არის, რა თქმა უნდა, სპეციფიურ მიმართულებებზე ადამიანები. უბრალოდ დაახლოებით 2017 წლის იანვრის თვეში უკვე სრულიად დაკომპლექტება ჩვენი ტექნოპარკი პერსონალით და ასევე ადმინისტრაციის თანამშრომლებით და ტექნიკური ლაბორატორიის FabLab-ის მიმართულებითაც. ამ მომენტში დასაქმებულები ვართ კესარია არის ადამიანებთან ურთიერთობის სამსახურიდან, ასევე PR-ის მიმართულებით და FabLab-ის მენეჯერი არის პატა კილასონია, ტექნიკური ლაბორატორიის გიორგი ბუკია და ბექა ხონელიძე არიან ტექნიკური სპეციალისტები ლაბორატორიის და მე არჩილი შენგელია ვასრულებ ტექნოპარკის მენეჯერის
მოვალეობას. აი ფაბლები ახსენეთ წეგან რა არის ფაბლები მოგვეყევით. და რისთვის არის მნიშვნელოვანი ეს როგორც კი ბატონო მოგახსენებთ ფაბლები არის fabrication laboratories შემოკლებული ფორმა და ნიშნავს საწარმოო ტექნოლოგიურ ლაბორატორიას, რომელიც მსოფლიოში 2011 წელს გაიხსნა პირველად ბარსელონაში. 2007 წლიდან მიმდინარეობდა მუშაობა ამ ფაბლების ქსელის დანერგვაზე და ნილ კერცელფილდმა არის ძალიან ცნობილი ბიტების და ატომების უნივერსიტეტის წარმომადგენელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ მოძრაობის. ეს ფაბლები არის უკვე ბრენდი, მსოფლიოში ცნობილი და ძირითადი იდეა ფაბლების მდგომარეობს შემდეგში, რომ ყველა ქალაქში ქუჩებმაც კი შექმნან ტექნიკური ლაბორატორიები, რომლებიც დააკმაყოფილებენ იმავე ქუჩის და იმავე ქალაქის მოთხოვნილებებს ნებისმიერი მიმართულებით. აქ არის მხოლოდ არა მარტო IT ტექნოლოგიების მიმართულებით, ინოვაციების, არამედ სრულიად ისეთი მცირე დეტალების შესაქმნელადაც კი, რომელიც ადამიანს ხელმწიფება თვითონ შექმნას. ანუ მთავარი პრინციპი არის, რომ მანქანებმა, რომელიც ფაბლებში არის წარმოდგენილი, შექმნან მანქანები. Make machine makes machine. აი ეს კონცეფცია არის მთავარი. მოგვიყევით, რომელსაც გულისხმობს ფაბლები. ამ ეტაპზე ზუგდიდის ტექნოპარკში წარმოდგენილი არის 7 მაღალტექნოლოგიური დანადგარი. მე სათითაოდ ჩამოგითვლით. არის CNC ჩარხი, Computer Numeric Control, არის აბრევიატურის გაშიფრვა და ნიშნავს კომპიუტერის მეშვეობით პროგრამირებადი ჩარხი. და რას აკეთებს? მისი დანიშნულება არის ხეზე, ორგმინაზე, ალუმინის ზედაპირზე გრავირება და სხვადასხვა ფორმების ამოჭრა. რაც კონტროლდება კომპიუტერის მიერ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომლის შესწავლის ტრენინგებიც გვექნება ჩვენს ტექნოპარკში, როგორც პროგრამული ნაწილის, ასევე hardware ნაწილის, უკვე თვითონ დანადგარზე მუშაობის რა მსურველების შემთხვევაში. ეს ძალიან დიდად წაადგება იმ ადამიანს, ვინც იწყებს ზუსტად სტარტაპს იმ მიმართულებით, რომ მაგალითად ხეზე კვეთაზე იმუშაოს და ამით თავისი ბიზნესი შექმნას. ამით დაინტერესება არსებობს. ძალიან დიდი დაინტერესება არსებობს და ჩვენს ქალაქში უკვე რამოდენიმე კომპანია დაინტერესდა, რომ თავისი პერსონალი გადამზადდეს ტექნოპარკში და მათ არ მოუწიოთ ძვირადღირებული სპეციალისტების დაქირავება, რა ავტომატურად თავიანთი ბიზნესის განვითარებას ხელშეუწყობს ინოვაციების სააგენტოს მხარდაჭერით. ასევე მოკლედ მინდა გითხრათ, ის სხვა დანადგარები არის ლაზერული ჭრისა და გრავირების დანადგარი, რომელიც ლაზერის მეშვეობით აკეთებს იგივე ზედაპირებზე ორგმინა, პლასტიკი, ხე, ფანერა, ასევე ალუმინის ზედაპირზე შეუძლია გრავირება ქვაზე და ასე შემდეგ. იმავე მიმართულებაზეც კურსები რა თქმა უნდა გვექნება და სპეციალისტები არის მაგისტრის, ვინც უკვე ტექნიკურ ლაბორატორიაში გვემსახურება. ასევე არის 3D მოდელირების მიმართულებაზე მაღალი წარმადობის და საკმაოდ პრეციზიული დეტალების შექმნის უნარის მქონე დანადგარები. გვაქვს ასევე ვაკუუმ ფორმირების დანადგარი, რომელიც ყალიბების ჩამოსხმაში დაეხმარება ადამიანებს, ისეთი როგორც გიფსი, პლასტიკი, აი თხელი ფირფიტები შეიძლება ნებისმიერი ფორმა მივცეთ და ძალიან საკმაოდ წარმატებული ბიზნეს იდეებიც წამოვიდეს აქედან გამომდინარე და გვაქვს ასევე მიმაკის ულტრაფიოლეტის, ანუ ultravioletის ფონზე ბეჭდავი პრინტერი. ეს რას ნიშნავს? როგორც იცით, ყველა სარეკლამო ბანერი გარემო პირობებისგან დამოკიდებულებით ამ ზისხივების გამო ხუნდება და ხდება უკვე ძალიან ადრე გამოსაცვლელი. ეს პრინტერი მუშაობს შემდეგი პრინციპით. ულტრა იისფერის ხივით ხდება საღებავის კონცენტრირება ფერებისა და ანუ პიქსელების უწვრილესი ნაწილაკების მიხედვით და ზედაპირი არ ხუნდება მზისგან არასოდეს და არც გადაიფხიკება და არც ჩამოსვივდება საღებავი. რაც თავარია, თვითონ ფერს აღარ დაკარგავს. ძალიან საინტერესოა. ეს არის ძალიან მაღალტექნოლოგიური დანადგარი, რომელიც საქართველოში სუორი გვაქვს. ჩვენ დრო, როდესაც ხარჯანი იყოს იწურება, რამდენიმე შეკითხვა რჩება და შესაბამისად პროგრამა სტარტაპი და ტექნოპარკი ფაქტიურად ძალიან მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან შეიძლება თქვას, ხო? ასევე საინტერესოა აი სტარტაპთან დაკავშირებული ლექცია სემინარები, რომელიც უნდა ჩატარდეს თქვენთან კესო 2-ოდე სიტყვით რო გითხრათ.
ხუთშაბათს და პარასკევს ჩვენთან ჩატარდება თამთა ასლანიშვილი ჩამოდის და გიორგი ლალიაშვილი სპიკერები, რომლებიც ისაუბრებენ ზოგადად სტარტაპზე, მის მარკეტინგზე და ასე შემდეგ. Შეგიძლიათ თავისუფალი არ დასწრება და ნებისმიერად დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს ჩვენ. აუცილებელია, კი, აუცილებელია და მინდოდა ამის აღნიშნა თავიდანვე, ჩვენი სერვისებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ინფოტურით, უნდა შემოვიდეს ჩვენს Facebook გვერდზე, ტექნოპარკის ზუგდიდი, დაალაიქოს, ყველა სიახლეს აბსოლუტურად ვხვდებთ Facebook გვერდზე და გაიაროს სარეგისტრაციო ფორმა. ანუ ყველა ღონისძიებას, ყველა ივენტს, ყველა სივრცეს და ყველა დანადგარს აქვს თავისი სარეგისტრაციო ფორმა, რომლის გავლის შემდეგაც ჩვენ გავწერთ გრაფიკს, დაუკავშირდებით და აუცილებლად მოხდება ჩვენი შეხვედრა და გაცნობა ჩვენი სერვისი. ბატონო და ბოლოსკენ მე ვარ მშობელი და ძალიან მინდა რომ ჩემი შვილი ესტუმროს ტექნოპარკს და გაეცნოს სერვისებს, თქვენი მუშაობის პრინციპებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ ხდება ხოლმე იგივე სკოლიდან, კლასიდან რაღაცა ექსკურსიების მოწყობა ხდება? აუცილებლად ჩვენ უკვე მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს სკოლებთან, სკოლის დირექტორები, 65 სკოლის დირექტორი ყავდა შეხვედრაზე, სადაც ჩვენ ესე დავთქვით რომ ყველა სკოლიდან აბსოლუტურად ყველა მსურველი ბავშვი უნდა მოვიდეს და ნახოს და გაეცნოს რა არის ჩვენთან. რამდენიმე სკოლა უკვე აქტიურად არის ჩართული, ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ კომუნიკაციას და ალბათ წლის ბოლომდე თითქმის ყველა სკოლის მოსწავლე ესტუმრება ტექნოპარკს. მინდა დავამატო კიდე ერთი მოკლე თანართი. ან რამოდენიმე ხანში, სულ უახლოეს პერიოდში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის Little Bits-ების და Lego Robotics-ის კურსების დაწყება მცირე კლასელებთან. ასაკი იქნება 8-დან 14 წლამდე და ასევე მე-9 კლასის ზემოთ, ვისაც აქვს სურვილი, რომ ისწავლოს კონსტრუირება და პროგრამირება, უკვე ბზა რობოტის, რომელიც თვითონ თავიანთი თვალწინ უნდა შეიქმნას. ძალიან მაგარი სასწავლო კურსი არის, ძალიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ შექმნილი და ჩვენი ტრენერები ამ მიმართულებითაც დაეხმარებიან ჩვენ პატარებს, რომ ეზიარონ უახლესი და მაღალი ტექნოლოგიების საწყისებს. გულწრფელი და საუკეთესო სურვილებით გისურვებთ. წარმატებას მართლა მთელი გულით უღრმესი მადლობა რომ გამონახეთ რომ და ხარ ჩვენთან ერთად. კიდევ გელოდებით სტუდიაში. მინდა ფაქტიურად ძალიან მცირე დროში ძალიან რთულია ყველა სერვისი და იმ საინტერესო რაღაცებზე ვისაუბროთ, რაც ხდება ტექნოპარკში. მე დიდი სიამოვნებით გესტუმრებით შულთან ერთად თქონდა და ფენელ შევახსენებ რომ დღეს კესარია, წოლაია და არჩილ შენგელი აქვს სტუმრობდნენ ტექნოპარკის ადმინისტრაციის თანამშრომლები და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ამ განწყობისთვის, რომელიც შეგვიქმნის სტილიდან დროებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის და გელოდებით. მადლობა სტუმრებს, სტილის გადაცემა კი გრძელდება, არაჩვეულებრივი ინფორმაცია და კონკრეტულად ძალიან ბევრი საინტერესო რამ შევიტყვეთ ჩვენთან ზუგდიდში არსებული ტექნოპარკის შესახებ. სტილის გადაცემაში რამდენიმე წუთში გავიგებთ რას წერს ბეჭდური მედია, უცხოური და ქართული პრესა, ასე რომ დარჩი დათინათთან და გაიგეთ სულ რამდენიმე წუთში პრესის მიმოხილვის შესახებ. კულტურა, სპორტი, საინტერესო ადამიანები და მათი ისტორიები, დღის აქტუალური თემები და მნიშვნელოვანი მოვლენები. ხოლო სამუშაო დღეს 9 საათსა და 35 წუთზე რადიო ათინათის ეთერში რუბრიკა „დილის ჩართვა“.